სკოლებთან ერთად დღეს სასწავლო პროცესი განახლდა საბავშვო ბაღებშიც. გორის მუნიციპალიტეტში აღსაზრდელების 65 საბავშვო ბაღიდან 63-მა მიიღო. სკოლამდელი აღზრდის 2 დაწესებულებას კი რეაბილიტაცია უტარდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველად ბაღში 500-მდე აღსაზრდელი მივიდა. ულოცავ დღევანდელ დღეს ყველა პატარას, მშობლებს, მინდა რომ სუბედნიერები და ჯანმრთელები იყვნენ, ჩვენ სიხარულით შევხვდით ყველას, რაც შეგვეძლო მოვემზადეთ, დავახვედრეთ ლამაზი გარემო. გვყავს 122 აღსაზრდელი და დღეს მოვიდა 80 ბავშვი. მიულოცავ ყველას დღევანდელ დღეს განახდა სწავლა, როგორც ბაღებში, ისე სკოლებში და მინდა რომ უსურვო ყველას წარმატებული ნაყოფიერი წელი. მიხარია მივიღე პატარები, 2-3 წლიან ჯგუფში ვარ და ჩემ პატარებთან ერთად მრავალი საინტერესო დღეები მექნება. დღეს 15 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდა დაწესებულებაში დაიწყო სასწავლო სააღრდელო პროცესი. სასწავლო სააღრდელო პროცესი დაიწყო მუნიციპალიტეტის 65 ბაღიდან 63-ში. 2 ბაღში შინდის ტირნისის ბაღში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოები. ამის გამო დახურულია. აღსაზრდელები გადანაწილებულები არიან სხვადასხვა ბაღებში და ესე რომ მათ სწავლაში ხელი არ შეეშალათ ამ პროცესის გამო. რაც შეეხება აღსაზრდელებს, წელს დაახლოებით 500 ახალი აღსაზრდელი მივიღეთ რაიონის მასშტაბით, ქალაქის და რაიონის მასშტაბით, დაახლოებით 5500 აღსაზრდელი ყავს ბაღებში.